მარიკა არევაძე კოალიცია ცვლილებისთვის წევრია. ახლა ჩვენთან ერთად მარიკა მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და რასაკურველია ამ თემით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. კოალიციის ლიდერმა, რომელიც გარეთ არის, თქვენი კოალიციიდან 3 ლიდერია, ახლა დაპატიმრებული ზუსტად იგივე ბრალდებით, რის გამოც იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა ისინი ვნახეთ, რომ ივანიშვილის პრეზიდენტმა შეიწყალა. გარეთ დარჩენილმა ლიდერმა, მოკლედ ელენე ხოშტარიამ დღეს მოუწოდა, რომ უარი თქვითო 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე. მაგრამ ნახეთ, ხო, ჩვენ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებები, რომ არ იცვლება ეს გადაწყვეტილება. ანუ რომ შევაფასოთ ზოგადად რა მიზანი ქონდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ ორი პოლიტიკოსის შეწყალებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ როგორ გრძელდება უკვე პოლიტიკური პროცესი. მოგესალმებით პირველ რიგში და მინდა დავიწყო იმით, რომ ყველა პოლიტიკოსი იქნება ეს თუ აქტივისტი, თუ ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელიც დღეს უკანონოდ არის გამოკეტილი საპყრობილეებში და არიან ტყვეები, რა თქმა უნდა, ყველა მათგანის განთავისუფლება არის ჩვენი მიზანი და რა თქმა უნდა, მისალოცი და გასახარია თითოეული მათგანის განთავისუფლება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსების ეგრეთ წოდებულ შეწყალებას, იმიტომ რომ ყაველაშვილი არავინ არ არის აიმისოთ, რომ ვინმე შეიწყალოს ან საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, ხომ? ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ფაქტებს და ფაქტებით ვიმსჯელოთ. რა ფაქტები გვაქვს ჩვენ წინ, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, ხომ? ამას უძღოდა წინ ამ ყაველაშვილის განცხადება, რომ თურმე შეიწყალებდა ყველას, ვინც კი მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ეს იყო მანამ სანამ რეგისტრაციის პროცესები დაიწყებოდა. ამას მოჰყვა ლელო ძლიერი საქართველოს მხრიდან სწორედ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოხდებოდა მათი გამოშვება, ანუ ეგრეთ წოდებული შეწყალება, თუმცა ისინი დაელოდნენ ბოლო დღეს, იმიტომ რომ გუშინ დასრულდა საბოლოო რეგისტრაციები იურიდიულად, როდესაც უკვე ანუ არ მისცეს მოტყუების ან გადაგდების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს მათთვის, ანუ ოცნებისთვის ამ შემთხვევაში ძალიან ნაცადი ხერხია, ხო, ყოველთვის იტყვიან რაღაცას, მერე გადააგდებენ და თვითონ არიან გადამგდებები და ეხლა ანუ ფაქტებით რას ვუყურებთ? ერთის მხრივ სახეზე არის ოცნების ნათქვამი, ამ ნათქვამის შესაბამის, ანუ ამ სცენარში შესვლა ლელოს ლიდერების მხრიდან და ამ პროცესის საპირისპიროდ კიდე ლელოს ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცებს საუბრობენ ხალხზე ზემოქმედების მიზნით, ხომ? ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოებას არ უნდა ეს სრული სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნები ქვია, არც პოლიტიკურ პარტიებს რეალურ ოპოზიციას ეს არ გვინდა და ამ ხელა გაერთიანება გქონდა ამ მიზნის გარშემო და გვაქვს, ხომ? ძალიან ბევრ სუბიექტს და თავიანთივე კვლევებით ჩანს, რომ არანაირ, ანუ მათივე ამომრჩევლები არ აპირებენ არჩევნებზე მისვლას და თვითონვე ყველა ეთერებში აღიარებენ, რომ ეს არჩევნები იქნება გაყალბებული. ანუ ეს რას ნიშნავს? სწორედ იმ მიზნით, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და მომხდარიყო ის, რაც დღეს მოხდა, იღებს ლელო ძლიერი საქართველოს ამ ყველაფერში მონაწილეობას. და თუ ეს ასე არ არის, მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ უარი განაცხადონ ამ ყველაფერში მონაწილეობაზე იმ ფარსში, რასაც არჩევნებს უწოდებს არალეგიტიმური ხელისუფლება და ივანიშვილის დაჯგუფება და მათ თუნდაც დღეს ან თუნდაც ხვალ, მაგრამ არჩევნებამდე არაუადრეს 10 დღისა ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ მიმართონ CSKOS ადმინისტრაციას, საარჩევნო ადმინისტრაციას და მოახდინონ, რომ ბიულეტენზე არ მოხდეთ მათი დატანა. ეს იქნება რეალური წინააღმდეგობა, ხო? და ნაცვლად ამისა ლელოს მხრიდან რა არის არჩეული? სიტუაციური თანამშრომლობა რეჟიმთან, რომელიც რეჟიმს ამაგრებს და ისეთი პარტნიორთან, ასე ვთქვათ, განახორციელა თანამშრომლობა, რომლის ლიდერიც გაქცეულია, უკაცრავად, მაგრამ დიახ გაქცეულია, იმიტომ რომ აქ ხალხი, პოლიტიკოსები იქნებიან თუ სამოქალაქო აქტივისტები თუ რიგითი მოქალაქეები, სიცოცხლეს თმობს, ჯანმრთელობას თმობს, თავისუფლებას თმობს და იბრძვის და სწორედ აქ ხდება ეს რეალური ბრძოლა. დღეს ხდება საქართველოში რეალური ბრძოლა და არა გერმანიიდან გაქცეული ხალხის მიერ ნაკარნახევი პარლამენტარობანას თამაში, რომელსაც თურმე აპირებენ და თურმე განიხილავენ. დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, ეს ბრძოლა არის. ხო, ზუსტად აი ეს მაინტერესებს, როდესაც გახარია აი ეს რა ვიცი პოლიტიკური ემიგრაცია თუ უკვე რა დავარქვა, იქედან ამბობს, რომ შეცდომა იყო პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა. პარალელურად გვესმის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებენ და მე აქ მყავდა სხვათა შორის ლელოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რამდენ მანდატსაც ავიღებთო, ჩვენ ეს მანდატები უნდა მივიღოთ და დისკომფორტი უნდა შევქმნათ ქართულ ოცნებას
იქ ადგილზე საკრებულოებში. ანუ მათი ლოგიკა და მათი განმარტებები ასეთია, რომ ამით ბრძოლის ეს ფორმა აქვთ მათ არჩეული და ასე უპირისპირდებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. აი თქვენ რას ფიქრობთ, როდესაც ამბობთ, რომ აი ეს რაღაცა მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ადამიანებით ვაჭრობა თუ მსგავსი ტრიუკები არ არის არავისთვის ახალი და უცხოხილი, მაშინ აი რას ელოდებიან, როგორ ფიქრობთ, მაშინ ეს პოლიტიკური ძალები რას ელოდებიან, აი რატომ მიდიან ამ გადაწყვეტილებაზე, თუ კი ყაველაშვილმა თავიდანვე თქვა, რომ შეგიწყალებთ თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ამიტომ წავიდნენ არჩევნებზე, ანუ შედეგი რა იქნება მაშინ? შედეგი, როდესაც სიტუაციურ თანამშრომლობაზე და სისტემურ თანამშრომლობაზე მიდიხარ რეჟიმთან, რომელიც ჩამოშლის პირას არის, მიზანი ალბათ არის ის, რომ რაღაცა სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრისგან და ოღონდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გადის რაზე, რომ ამაგრებს თავისი ამ საქციელით ჩამოშლის პირას მყოფ რეჟიმს, რომელიც მაინც ჩამოინგრევა იმ თავგანწირული ბრძოლის შედეგად, რომელიც აი რეჟიმის პატიმრებს რო ვახსენებთ, ხო? რეზო კიკნაძის ბრძოლის, საბას ხვიტარიძის, ნინო დათაშვილის, რომელსაც უმძიმესი საბჭოური მეთოდებით დაესხნენ თავს, მზია ამაღლობელის, ანდრო ჭიჭინაძის, თორნიკე რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოთვალო, ათობით პატიმარი, რომელსაც გუშინ წინ მიუსაჯეს, ის 23 აქტივისტი, რომელიც სრულიად უკანონოდ, იმიტომ რომ კწოლუკიანის არალეგიტიმურმა რაღაცა კომისიამ დასკვნა გამოაცხადა, რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთში გაიმეორა ცხინვალის ამჟამინდელმა მმართველებმა და განაცხადეს, რომ საქართველოს თვითონ აღიარა, ანუ შევხედოთ რა 17 წლის შემდეგ აღიარესო საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ თია კწოლუკიანმა ზუსტად ის გზავნილები წაიკითხა, რაც ამდენი წელი ქონდა პუტინს კრემლს და საოკუპაციო რეჟიმებს, ეს არალეგიტიმურის და ამას ასევე თავგანწირულ ბრძოლის ნაწილში მინდა ვახსენო ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სამი ლიდერი ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეში სხედან, იმიტომ სხედა რომ ამ თავგანწირულობით მარიკა რომ მათაც შეიწყალებენ, იმიტომ რომ ჩვენ თანამშრომლობაზე არ მივდივართ, ჩვენ არ თანამშრომლობთ ამ რეჟიმთან, ჩვენ გარიგებაზე არ წავედით, ჩვენ სიტუაციური გამოაცხადოს ეხლა ყაველაშვილმა შეწყალება ამ სამი ადამიანის მონაწილეობთ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, არ მონაწილეობთ. ჩვენ ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ და ჩვენს მოსახლეობასაც მოუწოდე, რომ ფაქტებით შეაფასონ თითოეული პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის მოქმედება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამ турბულენტულ ბრძოლაში, როდესაც ასეთი დაძაბულ ვითარებაში, გადამწყვეტ ბრძოლაში შევდივართ თითოეული ჩვენგანი, ხომ, ფაქტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როდესაც აი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები შედიან უკვე თანამშრომლობაში და სიტუაციურ თანამშრომლობაში, ძალიან რთულია ამ მომრჩევლის ნდობის მოპოვება ჩვენთვის, ვინც მართლა თავგანწირით ვიბრძვით და შეაფასონ თანმიმდევრულობა, არ თანამშრომლობა, წინააღმდეგობა. ეხლა სათხედავთ ჩვენ გამოსავალს და რა არის რეალური გამოსავალი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი მართლა ჩამოშლის პირას არის და დღეს თუ ხვალ უახლოეს პერიოდში აუცილებლად დასრულდება და გაიმარჯვებს ხალხის. აი ამ ოპოზიციურმა ეგრეთ წოდებულმა ძალებმა ლელოს და გახარიას გულისხმობ, რომელიც სიტუაციურ მოთანამშრომლებად და მოკავშირეებად მოგვევლინენ, ხალხის არ ირწმუნეს, იმ ხალხის ეგონათ რომ პროტესტი ქრებოდა. ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენ გვჯერა პროტესტის და სწორედ აქეთკენ მივდივართ, რომ ეს პროტესტი გავაძლიეროთ. და აი ეს პროტესტი რო არ მოკვდა, ძლიერდება და გაძლიერდება, მიუთითებს თუნდაც მელიქიშვილზე მომხდარი ამბები, ხო? და ის აქტივობები რაც ახლა ხდება. და ჩვენი მიზანია სწორედ ამ პროტესტის გაძლიერება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება. ამ პროტესტის გაძლიერების ნაწილია 13 სექტემბერს 19 საათზე აქცია, რომელიც დაიწყება თესეუდან და მსვლელობით მივალთ პარლამენტამდე, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ევროკავშირის სიმშვიდე, სუვერენიტეტი, მშვიდობა და უვიზო რეჟიმი ოცნებასთან ერთად არის შეუძლებელი. ეს არ მოხდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ, მეგობრებო, პროტესტი, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტნი დღითი დღე გავძლიერდეთ და მივიდეთ გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის. ზუსტად არ ვიცით, როდის არის და მე არ მოგატყუებთ, არ მოვატყუებ, არავის, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რაც უფრო გაძლიერდება პროტესტი, ჩვენ ასევე ჩვენი მოქმედებების და მუშაობის შედეგად ძლიერდება წნეხი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს რეჟიმი დასრულდება. ეს წმენა შეინარჩუნეთ, იმიტომ რომ ეს რეჟიმი დასრულდება. მადლობა მარიკა, დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ.